გამარჯობა მეგობრებო. ახალი კვირა დაიწყო ისრაელში და დღეს გამოვედი პატარა დეითზე მამაჩემსა და ჩემს ძმასთან ერთად. სამწუხაროდ ჩემო მეუღლემ ვერ შეძლო წამოსვლა, რადგან ბევრი საქმე აქვს სამსახურში, მაგრამ მე მოვახერხებ. და მივდივართ ისეთ ზად იმ ქართულ ბისტროში, სადაც უკვე ვიყავ. მამა ჩემი რაღაცებს აკვირდება. მე მინდა აჭარული და ზომით როგორი არის? ნორმალური? კვალიტეტებში. სალათი ჩვენი საყვარელი. ფიფ. და ამ ცნობილი ნაპოლეონის გარეშე ჩვენი საღამო ვერ ჩაიბლიდა. მამა, რამდენ ქულას დაუწერდი რესტორანს? ბისტროს. 5-დან, არა 10-დან. 10-დან 10. ლესუ შენ? მე დაუწერდი 10-დან 8.5. ოკეი. რაღაცებს მოვაკლებ რა. მეც 10-დან 10. მაგრამ ხო. ხაჯაპურია პატარა. არა, სივრცე არის პატარა. მოლოდის გადააჭარბა. მოლოდინის ფონდა მაგარი გემბელი აღმოჩნდა. აი. გავაგზავნოთ ახლა სეირნობას ცოტას. დაფუძნოთ დავსეირნობთ. და წავალთ სახლში. ხაჯაპური წამოვიღე კიდე 2-ისთვის. ჩემი ქმრისთვის. იმიტომ რომ 2 ეგონებათ რომ 2 კაცია. ფაქტი. ავედით მეგობრებში. ჩემი თანამშრომელი მიდის ვაიბერიდან და მივდივართ გამოსამშვიდობელ საღამოზე. დღეს თმა გამისწორე. ბატონზე. მეჭყობება. დამჩაგრა. მე მგონი მემჩნევა ხო თმა რომ რაღაცა მაქვს. თმაზე რომ რაღაცა შევიცვალე. აი წავალთ ეხა და მალე მივალთ იმედია. ესეც ჩემი დღევანდელი ლუკი. დღეს ისეთ ცხელა, რომ სახლიდან რომ გამოვედი, ხელები რაღაცნაირად დამისწველ და ანუ ისეთ დაბიხუთე, დავნესტიანდი. თითქმის ყველა კაფეში რაც აქ არის ნამყოფი ვარ. თითქმის. ისეთ ცხელა. რო აი. მამა ჩემო შემომითვალა, გავიგუდეთ აღარ თქვაო, მაგრამ ანუ აი ამაზე გავიგუდეთ აღარ არსებობს. დაბიხრუკეთ. ოღროჩოლროებში მივდივართ. აქ ძალიან ბევრი ჯუკები იქნებიან.
vlogging. כן, תגידו, דברו. גמרג'ובה. אנחנו רוצים ולוג גם בעברית. אני יודעת, את ביקשת, אבל עברית שלי capacity. אנגלית, כתוביות, משהו. איפה לילית? איך למיקטיבת נרימי סג'רלת, מתאר סודה גבילבט. აქ არის ერთი გეო, რომელსაც ხია კარაკი და პური. ძალიან მიყვარს, მაგრამ ეხა კარაკი ამ პურს ნახეს ვერ შევჭამ. მოდი ხა ორი დაინტერესა და მაგემოთი, მაგრამ აღარ ვიცი აქვს თუ არა, იმიტომ რომ აინე bread and butter. אתה רואה? היי, נראה? מי אנחנו מדברים? שלום, סאב, פוד מסאב. אנחנו מדברים בבלוג שלי. יש לך בלוג? יש לי בלוג, ביוטיוב. אבל זה בגיאורגית. אז אני צריכה לדבר בגיאורגית. כן. אני לא יודעת, תני לי מילה. גם מרג'ובה. שנה טובה. גם מרג'ובה. נקודה יפה. לא חשבתי עליה אפילו. אבל יש שם גם... אבל לא יודע, יש כאן את ה... למה לא אמרתם לנו את זה קודם? כן, האמת שלא חשבתי על זה. აი ეს საინტერესო ჩანს რიკოტა, ლიმონის ნამცხვარი და თხილი. აი როცირანტი, ორმა აიღო კარაქიანი პურის ნაყინი. კარაქია და პური. პური. ხალხის რაოდენობა ნახეთ რა. זהו? ביי אוש! ביי! ישר, ישר. יו, תראי, כמות של האנשים. כן, 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 כן. חמישי עוד יותר גרוע. ვენიერი დრო გავატარეთ, კარგად ვიცინეთ ჩვენს უსაყვარლეს თანამშრომლებთან ერთად და ეხლა ვბრუნდებით სახლში. გაწებილები, გაწებილი, წებო, აი შეხედეთ, წებო ვარ ჩვეულებრივი. ეხლა აი ორს რო ხელი დავადო, მივეწებები და ვეღარც ავეწებები. რა თქმა უნდა, არც ეს კვირაც არ ჩაივიდა შოპინგის გარეშე, ასე რომ ჩვენ ვიდივართ შოპინგზე. პატარა წავუშოპინგოთ. რამდენიმე დღის წინ კომენტარებში ჩემმა ერთ-ერთი მაყურებელმა დამიწერა, რომ კითხა, რომ სირენის ომის დროს სირენის შესახებ როდის იგებთო, ან როგორ იგებთო. ხო და ეხლა იყო სირენა. თელავივში ვიყავი. ზუსტად. და ამ შანსს გამოვიყენებ თქო და ეხლა გაჩვენებთ როგორ მოგდის შეტყობინება, როდესაც ისმი არ დაგეთებს. დღეს მოვედი ხულონის კენიონში, შოპინგ ცენტრში. იმიტომ რომ სადაც მე დავდივარ ჩემს შოპინგ ცენტრებში, რაც მე მხვდება გზა და ასე შემდეგ, არცად არ არის ზარა და სპეციალური რეისი თუ არ განვახორციელა, ისე ვერ მოვხვდები. და აი ისიც.
ესე იგი ვეძებ შორტს, ტილოსას. შავს ან თეთრს. ან შავსაც და თეთრსაც. მულად რო რამე დაგჭირდეს, ვერ იშოვი. ერთადერთი აი ეს ყავისფერი კაბა მომეწონა. არ ვიცი როგორ დამადგება, მაგრამ ვნახავ. არ ჩანს კარგად, მაგრამ ყავისფერია. ესე იგი ავიღე, აი ეს გასასინჯად, ეს ყავისფერი კაბა და ეს ლურჯი შარვალი. ეს ვარდისფერი მაისური. ეს რაღაცები ჩემი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ესეთი მაისური. ცუდი არ არის, უბრალოდ ერთი პრობლემაა ხოლმე, რომ ანუ ალბათ ყველას ესეთი ეცმევა. არის და ძალიან სასიამოვნოა. არ ვიცი, მინდა, არ მინდა, მოვიფიქრებ. შარვალზე გადავიცვი, არ შეიმჩნიოთ. ისეთი კაია და ისეთი გრილია და ისეთი სასიამოვნოა, რომ აი არ ვიცი, მაგრამ აი ეს არ მომწონს. აქ ფერია კიდე ძალიან კაი, რუჯს ძალიან მოუხდება, არ ვიცი როდის გავირუჯები, მაგრამ თან ჯიბე აქვს, სახეს ჯიბე აქვს. აბა შარომის გარეშეც მოვისინჯა, იმიტომ რომ აი, ნახეთ. ზომა მე მგონი კარგია. ძალიან მომწონს, ნუ გრძელია, მოჭრა დამჭირდება სავარაუდოდ, აუ თეთრ სანდლებს. იფ. არ ვიცი მიხდება თუ არ მიხდება, თქვენ რას ფიქრობთ? ძალიან კამარი რო გავუკეთო, შეიძლება მოუხდეს. ჩემი ზარას ფარდისფერია ზუსტად. და ძალიან მომწონს ეს ფერი, აი ძალიან დიდრულია. გადაიცვი იჯლაგუნე, ამას მოვიფიქრებ, სავარაუდოდ კია. იმიტომ რომ ძალიან კარგი შეკერილიც არის ეტყობა, არაფერი ზედმეტი არ ჩანს. არც იჭმჭდება მე მგონი, ისეთია, ნახეთ რა კაი ფერია. ძალიან უწოს. ლურჯის შარვლის გასინჯვა ძალიან მეძარება, ასე რომ არ გავისინჯა, იმიტომ რომ მაინც შარვლის გამო არ მოვსულ, არც კაბის გამო მოვედი, მაგრამ კაბა შემომიყიდება სავარაუდოდ. მოკლედ, კაბას ვიღებთ, შარვალს მაისურს არა. და შორტი იქნება და ვნახო მანგოში, იმიტომ რომ იქ უფრო ხოლმე რაღაც კაი შორტები, ისეთი როგორც მე მიყვარს. მორჭა. აქ დავამთავრეთ ჩვენი მანგო. ეს შორტი ვნახე, მაგრამ ეს არ მომწონს. რა ლამაზია ლურჯი, ლურჯიც არის ესეთი. მაგრამ ლურჯიც არ მინდა. რა ლამაზი კაბა. ფერი. მაღაზიებში სიარული ზოგადად არ მიყვარს. მიყვარს ონლაინ შეძენა ყველაფრის. და ონლაინ უფრო ბევრ რაღაცას ვარჩევ ხოლმე, ვიდრე აი ესე მაღაზიაში. აი ეს კარგია, მაგრამ ეს ფერი არ მინდა. ეს ფერი არ მინდა. კაი, წავალ შენაძენის გარეშე, სხვა რა დამრჩენია. ისეთი სასიამოვნო საღამოა, რომ მეტი არ შეიძლება, მით უმეტეს, აი იმ საშინელი კვირისა, რაც გამოვიარეთ, მართლა საშინელი სიცხეები იყო, არ ვიცი, აი ესეთი ამ 10 წლის განმავლობაში მართლა არ მინახავს. მოვედი სახლში, დაბრუნდი. დაღლინდა კაცული ამასობაში 10 საათიც გახდა, ძალიან მშია და ძალიან ისე მსუბუქად მინდოდა რომ ესადილა, მე ვახშმა, მელანჩა მე ვახშმა მესადილა და ჩვენთან აქ კაფეში ქვევ დაბლა რომ გვაქვს პიცერიაში შევუკვეთე სალათი და ეხა ველოდები რომ გამზადდეს და ერთი სულ მაქვს როდის შევჭამ ისეთი დამშეული ვარ. ესეც ჩემი სალათი და სხვა შორის აი ამ ჩვენ პატარა კაფეში არის უგემრიელესი, მართლა უგემრიელესი პიცა და პასტა, რაც კი გამისინჯავს თელს ისრაელში. და იცოდეთ. აცა.
ეს ხმები არ შეიმჩნიოთ უკან, ჩემი ქმარი ლაპარაკობს ფეხბურთზე. ფეხბურთს განიხილავს. და ამიტომ არის აღელვებული. კიდე ხაი ამას ისე კემრიალად მივირთმე. If, რა კარგად გამოიყურება. აი, წავედი. ალიათ. აიონ. მოგეთ, გამოვედით მეგობრებო, სამსახურიდან და გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ ფილმის სანახავად. אבל אני לא זוכרת איך הסרט הזה נקרא בגיאורגית. דקוטה ג'ונסוניס და პედრო პასკალის და კრის ევანსის ფილმი, რომელიც მხოლოდ ახლა გვეღირსა რომ ვნახოთ. ინე. ო, აღარ შემონი დაკოთ ბიბო. ალიხა. ესე აფეგივა ტაიმ. მაშინ წაევეთ. ხოდა ახლა გაჩვენებთ როგორია ისრაელის კინოთეატრი, რომელიც არც განსხვავდება საქართველოს კინოთეატრებისგან. ყველა სხვადასხვა რაღაცა გვინდოდა, ამიტომ მე შემოვიდი KFC-ში. ბავშვები იქით წავიდნენ. თორე სანამ კინოდან რომ გამოვალთ, მე ძალიან გვიან იქნება და მოგშვიდება. ეს ჩვენი შოპინგ ცენტრი. ეს არის გივატაიმის შოპინგ ცენტრი, რომელიც ძალიან მიყვარს და ხშირად მოვდივარ ხოლმე მოგეხსენებათ. ერთადერთი რაც საქართველოსა და ისრაელის კინოთეატრებს ერთმანეთისგან განასხვავებს არის ის, რომ ფილმის დაწყებამდე ყოველთვის გვახსენებენ ხოლმე თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ჩაერთვება სირენა, რომლის გადაღებაც ძალიან მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ ცოტა დავაგვიანეთ. ნუ ფილმზე დროულად მივედით. ჩვენ არ მოგვეწონა ფილმი, საერთოდ. მიეხადა დესერ გამა. Dessert like 6. 1-დან 10-მდე 6. כן. გამა მიეხადა დესერ. 2. ლიატმა 2-ო. თან საშინელება იყო. კი არ და, ანუ საშინელება არ იყო, ფილმი ლამაზი იყო, მაგრამ აი უშინაარსო იყო, უაზრო იყო ცოტა რა. მაგრამ მაინც კარგი დრო გავატარეთ და ვისი ამოვნეთ. როგორც კი მივედით, მოკლედ, დღეში იყო ეთქურამ, როგორც კი მივედით. ედმა. ყველაფერი ღიაო და გაგვიხარდა მთელი მაღაზიები. მოკლედ, როგორც კი შევედით დარბაზში, ცოტა დავაგვიანეთ, ანუ ფილმზე არ დავაგვიანეთ, უბრალოდ ეს რეკლამები და რაღაცები გამოვტოვეთ. ხო და ჩვენს ადგილზე იჯდა ერთი ქალბატონი და არ დგებოდა, არ დაგვითმო, ანუ აქ ჩვენს ხედვართო ვეუბნებოდით და ცოცხალი თავით არ დგებოდა, ნახეთო რამდენი ადგილია თავისუფალია სხვაგან დასხედით და ჩვენ არ დავუთმეთ მაინც, ჩვენი გავიტანეთ. არა ჩვენ ეს ადგილები დავჯავშნეთ წინასწარ, შევუკვეთით ასე შემდეგ. ბოლოს ადგა და სხვაგან გადაჯდა დიდი ოხრით. მაგრამ მაინც და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით. კი წაღანხლ მამაში სამახნულ შეიკამა ვეალხა ვერახლით იაშაბნუ. ეს თან ესე შევოდა. თვითონ ძალიან შევაწუხეთ. ლოდათ. לא, זהו, כאילו. לא, לא, לא. נכון, כן. עשית כאילו ממש כל הכבוד. אנחנו שילמנו לשבת פה! ליאת, תצטרכי זאת ძალიან ზრდილობიანი ვიყავიო და მართალია ძალიან თავი შევიკავეთ ყველა. ליאת, როგორი იყო ფილმი? ხაი ასեղეთ, როგორი იყო ფილმი? სასინელება. დევსთა თურქი. შუქურუდრუ. საშინელება. სასინელება.
დღეს კი ჩემო მეგობრებო აღვნიშნავთ ჩემი მულის დაბადების დღეს და შემოვედი ყვავილების მაღაზიაში რომ შევურჩიო რამე ლამაზი ნაზი თაიგული ისეთივე როგორც თვითონ არის. აჰა, ჩემი მოლისთვის თაიგული შევარჩიე და ეს ბარათით შევავსე სასაჩუქრე და შემდეგ შენაძენზე 50 შეკელი მაქვს საჩუქარი. გამოვედით სიცხება ბანაკებაში და მივდივართ ხაიფასკენ. ესეთი სიცხვა გეგონება ცხელი უთო მოგადეს. მოვედით მეგობრებო ხაიფაში ველოდებით ტრადიციულად ну ამ შემთხვევაში ორის დედას, ჩემს დედამთეს რომ მოვიდეს და გვიყვანოს. ცოტა მაგბიანდებაო, შემოგვითვალა. მოკეთ, კვირა არის 51 გრადუსი, 50, 57 და ასე შემდეგ. და სხვადასხვა ხაიფაში უფრო გრილა ვიდრე თელ-ავივში და გივატაიმში. კი, ესეა დამდგარი. აი ხოდა ჩვენ ჯარისკაცებს და ჯარისქალებს რო ვუყურებ, მართლა არ ვიცი როგორ აცვიათ მართლა არ ვიცი როგორ აცვიათ აი ესე თბილად და წინდები სამხელა ფეხსაცმელები გრძელმკლავიანი არ ვიცი გული მენტკივა რა ჩვენ დავარიები ძალიან ხშირია ხაიფაში ზოგადად ხაიფის ამობანში მეც თქვენსავით პირველად მოვხვდი, იმიტომ რომ ჩვენ რო ხაიფაში ჩამოვდივართ, გვაქვს ძალიან ცოტა დრო და გვირჩევნია ხოლმე რომ ორის მშობლებთან ერთად გავატაროთ ეს დრო. ამობანში აღმოჩნდა რომ არის ძალიან ბევრი კაფეები და ბარები, უამრავი ხალხი და ჩვენც გადავწყვეტ რომ ერთ-ერთ პიცერიას ვესტუმროთ, რომელიც ჩემმა მულმა ძალიან აქო. Baby, יש לך מספריים בשביל זה. ביצה, נכון. וזה סורי שהוא יותר דומיננטי כזה. כמו חצ'פורי. גם לאגף הזה. זה כמו חצ'פורי, אבל עם אספרגוס. צריכים ספיצי סרה בגוואקוס. אורי זכיס לו יש חצ'פורס גאוס. באיטליה. פעם לא משחקים, כבר משחקים ככה. მოვედით ამასობაში 12 საათიც გაგვიხდა მეგობრებო. ხოდა ხაიფაში წუწუნებდნენ რომ ცხელაო და აი ჩვენ კიდე ძალიან ბედნიერები ვიყავით, იმიტომ რომ იქ მართლა გრილოდა. და ეხლა რომ ჩამოვედით, საერთოდ შედარებაც არ არის, აქ ისეთი სიცხეა და ჩახუთულობა და იქ ნიავი მაინც იყო ქარივით. ჰაერი გრძნობოდა. ჩვენ ხვალ ხვდებით ერთმანეთს. იმიტომ რომ ორის მამიდაშვილის პატარა მამიდაშვილის შვილის დაბადების დღეა და ვიკრიბებით მთელი სანათესაო რომ აღვნიშნოთ. გილი ბაჩლაშესა? გილი ბაჩტა. 12. ოკეი. ანუ ისრაელში როცა 12 წლის ხდები, აკეთებენ დიდ დაბადების დღეებს. bat mitzvah, ესე ქვია. ხოდა მაგაზე მივდივართ. სახლში. ყუდროთ. და რა თქმა უნდა, მე და თქვენც შევხვდებით ხვალ. პრინციპში დილამშვიდობისა, იმიტომ რომ არის 11:30. მოვედით ორის მამიდაშვილთან სახლში. რომ დაბადების დღე აღვნიშნოთ. ესე გამოვიყურებით დღეს. მაქსიმალურად გრილად. რა ლამაზი პურია.
სრული არის უგემრიელები. Focacciabi. Why? ივსება ეს მაგიდანი და კიდევ რამდენს დაიდებს. ძალიან მოკლედ გეტყვით რა არის ბაღ-მიცვა და ბად-მიცვა. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ბაღ-მიცვა აღინიშნება ბიჭების შემთხვევაში, ხოლო ბად-მიცვა გოგოების შემთხვევაში. ბიჭების შემთხვევაში ისინი როდესაც გადადიან მე-13 წელიწადში, სწორედ მაშინ ოჯახი აწყობს ძალიან დიდ დღესასწაულს, ხოლო გოგოების შემთხვევაში ეს ასაკი განსხვავდება და როდესაც 11-დან მე-12 წელში გადადიან, სწორედ მაშინ აღინიშნება აი ესეთი გრანდიოზული დაბადების დღე. და რაში მდგომარეობს ბაღ-მიცვის ან ბად-მიცვის აზრი. იუდაიზმში მიიჩნევა, რომ რაღაც კონკრეტულ ასაკამდე, ამ შემთხვევაში როგორც უკვე აღნიშნეთ, 13 და 12 წლამდე მშობლები არიან პასუხისმგებლები ბავშვების ქმედებებზე, მაგრამ როგორც კი ამ წელს გადაცილდებიან ბავშვები, უკვე თვითონ ხდებიან თავის თავზე და თავის ქმედებებზე პასუხისმგებლები. ჩვენ შემთხვევაში ბად-მიცვა არ იყო პომპეზური, ჩატარდა ძალიან ვიწრო წრეში, ძალიან ახლობელ ადამიანებთან ერთად, მაგრამ ზოგადად გრანდიოზულ დღესასწაულს აწყობენ ხოლმე. ეს კი იუბილეარისადმი მიძღვნილი ფოტოკოლაჟია, რომელიც მას საჩუქრად მშობლებმა მოუმზადეს. עד הבוקר, לרקוד איתך לאהוב אותך בלי סטופר, עד הסוף איתך זה לתמיד, אוי אוי אוי. היי, שיגעת את רבו. זה יפה. יש לך צלחת אם אתה רוצה. გუშინ ვახსენე, რომ ჩვენ და ავარიები მეთქი ხაიფაში ძალიან ხშირია და ხა რატომ მინდოდა მეთქვა, რატო ვახსენე ეს. იმიტომ რომ ზუსტად 1 წლის წინ, ზუსტად არა, პრინციპში ოქტომბერში, 1 წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ბრუნდებოდით სახლში ხაიფადან მანქანით, ჩემი მანქანით. და სადღაც ესე ღამის 12 საათი იქნებოდა დაახლოებით. და ანუ აი წარმოიდგინეთ, რომ სრულიად ცარიელ გზაზე დაგვეჯახნენ უპასუხისმგებლო, არ ვიცი რა, თინეიჯერები სავარაუდოდ. და დავიმტვრიეს მანქანა. და საერთოდ ვინც კი ნახა ჩვენი მანქანა, ამ სურათს ჩავდებ ამ ვიდეოში ახლა გაჩვენებთ, ყველა გაოცებული იყო. ვერ იგებდნენ როგორ გადავრჩით, იმდენად საშინაო მდგომარეობაში იყო. თან არ ვიცი რატო, მაგრამ მაგ დღეს მე მოვიდომე, რომ დამჯდარიყავი საჭესთან. ხო და მე ვიჯექი საჭესთან. და ესე იგი, არ ვიცი, სრული შოკი. ისე შემეშინდა, მე მეგონი ვერ გავიგე რა მოხდა, იმიტომ რომ უკინა დაგვეჯახდნენ და მეგონა რომ მე დავეჯახე ვინმეს იმდენად ვერ გავიგე და ხდებოდა. დავინახე რაღაც ნაწილები მოსძვრა მანქანას, მაგრამ ვერ მივხვდი რომ ჩვენ დაგვეჯახდნენ და არა მე დავეჯახე და ანუ არ ვიცოდი რა მექნა დავიწყე ტივილი და ეს ხდება წამებში. და ორმა დამიძახა რომ გააჩერე მანქანაო, რაღაცნაირად არ ვიცი გადავედი იქით მხარეს, ძლივს დადიოდა ჩემი მანქანა, იმიტომ რომ საბურავი საერთოდ ორი მეგონი ფაქტობრივად აღარ თქონდა. ესე იგი, ორი უცბად მოვიდა აზრზე, ანუ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა, გადავიდა მანქანიდან და მე დავრჩი მანქანაში და სანამ ჩავაგდე, სანამ მანქანა გამოვთე და ასე შემდეგ, ანუ სანამ გავაღე კარი და გადმოვედი და რო გადავედი და დავინახე რომ ჩვენი მანქანა გაჩერებულია, ესე ანუ დამტრეული, კიდე ერთი მანქანა იყო, სხვა ვისაც მე ორს დაგვეჯახდნენ, ანუ მეც და კიდე სხვა მანქანასაც ისიც გაჩერებული იყო, სულ გახაზული იყო, იმას არაფერი ისეთი არ ჭირდა, უბრალოდ სულ გახაზული ჰქონდა. ანუ დაახლოებით 5 წუთი ჩვეულებრივი პანიკა მქონდა, ანუ ვეღარ სუნთქავდი, ისე თუდად ვიყავი. სანამ დავინახავდი რომ ყველა ცოცხალი იყო და არავინ არ მოკვდა და ასე შემდეგ, რომ აი არ ვიცი მართლა
ვეღარ ამოვისუნთქე, ანუ იმდენად შოქში ვიყავი, ასე ვთქვათ. და მე რომ მოვედი აზე დავწყმარდი ცოტა, მივხვდი რაც მოხდა და იმასაც მივხვდი რომ მანქანა აღარ მყავდა მალე, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ანუ მანქანით საერთოდ სახლში დაბრუნება და ანუ დაახლოებით ხაიფასა და თელ-ავივის შუაში მოვყევით ავარიაში და მე ორის მამა ჩამოვიდა ხაიფადან და წამოგვიყვანა სახლში. და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ავარია მოგვივიდა ჩვენი ქორწილის თარიღთან ძალიან ახლოს. იმიტომ რომ ჩვენ დაგვიწყდით ნოემბერში და ავარია მოგვივიდა სექტემბრის ბოლოს თუ ოქტომბრის დასაწყისში, სადღაც ესე. აი, იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მანქანა, იმიტომ რომ 1000 საქმე გქონდა, 1000 ადგილას ვიყავით წასასვლელები, მაგრამ ნუ ესე მოხდა და რახან ცოცხლები გადავრჩით კიდე. საერთოდ რომ დავქორწილდით, კიდე რა გვიჭირს. და ამიტომ ვახსენე გუშინ, რომ ანუ ჩვენ და ხაიფა და ავარიები ძალიან მეგობრობს თქო. აი ესე. სახლში დავბრუნდი მარტო მე ჯერჯერობით, იმიტომ რომ პატარა საქმეები მაქვს. ესე იგი, ამასობაში გამოვიცვალე და წავედი პატარა საქმეებზე. სულ ეს იყო ამ კვირაში მეგობრებო. შევხვდებით მომავალ კვირას. დიდი მადლობა ვინც მიყურეთ და არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. შემდეგ კვირაში იცით რა გველის? ქორწილის ვლოგი, ჩემი დაქანის ქორწილის ვლოგი, ანუ ებრაული ქორწილი ისრაელში. აი ეს. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ვლოგი. ვიდეო კაი გამოვა ნახოთ. ზოგადად შემდეგი კვირაც ძალიან დაკავებული მაქვს.